რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავსო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Диаболовაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა ისევ ეთერშია. სპეციალური გამოშვება თენგის გოგოტიშვილთან ერთად. უჭირს ქართულ ოცნებას. ვერ აქვს საქმე კარგად და ყველა ჩვენგანი სვალია დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. ახლა ყველამ ვკითხოთ საკუთარ თავს. მე რის გაკეთება შემიძლია? მე მაგალითად დაუსვი ასეთი კითხვა თავს და პასუხიც გავეცი. შემიძლია ჭკვიანური რჩევები მივცე. მიმართულება საით წავიდეს. არა, არ ვიცი თქვენ ახლა რა მიმართულება იგულისხმებ და საით გინდათ გაუშვათ ქართული ოცნება, მაგრამ მე მინდა მიმართულება მივცე მათ მთავარ იდეოლოგიურ შეტევას წარსულზე. აი, წულუკიანის კომისიას რომ უწოდებენ და უნდა დაგვარწმუნონ, რომ ის 9 წელი იყო ყველაზე უარესი, რაც კი საქართველოს არაბთა ბატონობის შემდეგ გამოუვლია. და ეს 13 წელი არის საუკეთესო, რაც ფარნავაზის ნაპოვნი განძის შემდეგ გაუმეტებია ჩვენთვის უფალს. ქალბატონო წულუკიანო, ბატონო სუბარო, ბატონო შარმანაშვილო, ბოდიში თქვები არ ვიცი ვინ ხართ და საიდან მოსულხართ. სამაგიეროდ ვიცი, საით მიდიხართ და მინდა თქვენც გაგასწორებინოთ კურსი. ვიღაცებს რომ იბარებთ და ცდილობთ ათქმევინოთ, რომ 2008 წელს სააკაშვილმა, ბუშის, მერკელის და ელისაბედ მეორის ბრძანებით შეუდია მოსკოვსა და ხაბაროვსკს. ეგ ამბავი ხო ყველა სახსოვს. ყველა მიცის და მაინც არავინ დაგიჯერებდა. რიგით კოც გაუხარდება თუ არა, რომ სააკაშვილსა ვინმეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოთ, გულის სიღრმეში ყოველთვის ყველას ეცვენება, რომ ომი პუტინმა დაიწყო და ამას დღემდე სიამაყით იხსენებს. План был подготовлен генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года он был мной утвержден. თქვენ ქალბატონო წულუკიანო, ბატონო სუბარო და ბატონო შარმანაშვილო. ახლა თვით პუტინს ეწინააღმდეგებით, შენ კი არა ჩვენ დავიწყეთო და იმანიცის, იმის დაბროგავ. ალბათ არ იცის თორე მაგას როგორ დაუშვებდა, სულ წკეპლით გცემდათ და გამოყრიდათ მაგ პარლამენტიდან. თქვენთვის ბიოგრაფიულად და თქვენი მომხრეებისთვის პრაქტიკულად. გაცილებით მარტივი იქნება ძველ და კარგად ნაცად გზას დაუბრუნდეთ. გაუხსენოთ მიშას ცოდები, რაც თქვენი და თქვენნაირების დახმარებით მარტო იმ 9 წლის განმავლობაში კი არა, ბოლო 22 წელია უვრცელებთ. ბათუმში ესე იგი ისტორიას მომიყვეთ, ბათუმელი სერიოზული სახით მიყვება, რომ ისტორია არის, რომ რაღაც კაფეში შეხვედიო, მოგეწონა მიმტანიო, მე გააპარა შენმა დაცვამა და მე დაამტრო იმ კაფეში ჭურჭელი ყველაფერი და ქალაქის ცენტრში ხო. ეს ბათუმელი პატარა ქალაქი. რა დანაჩენებ, აი ეს დაიჯერო. არა, განა თქვენ უგონებთ. თქვენ მაგის ფანტაზია ვინ მოგცათ, მაგრამ თქვენ პროჭორვილელები, კარგი გამტარები და რასთავარია, სუყენიადაგი აღმოჩნდით 1000 გვარი დებილობის დასაჯერებლად. რატომ არ გინდათ გამოიძახოთ კონკრეტული ადამიანი, ვინც 2013 წელს ჯერ გახსნა, შემდეგ ალბათ შეწყვიტა გამოძიება, რა კი შედეგი არ გაგვიგია. არა და ინფორმაციის წყარო უსანდოესი იყო, ადვოკატი ირმა ჭკადოა, რომელიც ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ციტატა, დაადგენილი ფაქტია, რომ წელიწადში მინიმუმ 700 გვამი გამოდიოდა ჩვენი პენიტენციალური დაწესებულებებიდან. ყველა ადამიანი ერთხმად ამბობდა, რომ პრაქტიკულად ყველა პატიმრებს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 700 გვამის ექსგუმაციას არავინ გააკეთეს, მაგრამ 10 და 20 ექსგუმაციის ჩატარების შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ შინაგანი ორგანოები ამ ადამიანებს არ აქვთ, გარკვეული ეჭვები და კითხვები დადასტურდება. და მოიწვიეთ გეთაყვათ მაშინდელი მთავარი პროკურორი კბილაშვილი. მოიწვიეთ ირმა ჭკადოა და გაეცით საზოგადოებას პასუხი ჯერ იმ 700 გვამის გამო, რომელიც თურმე ყოველ წელს გამოდიოდა ციხეებიდან და მერე მათი ამოჭრილი ორგანოების გამო. ანგარიში არ შეგეშლება და გჭირდება 9 წელი გამრავლებული 700, მინიმუმ 700, ესე იგი მინიმუმ 6300 გარდაცვლილი პატიმრის სახელი და გვარი, დიაგნოზებითა და გარდაცვალების ცნობებით, ექსპერტების დასკვნით. ცალკე სვეტში ჩამოწერეთ მათი 6300 ღვიძლის, ამდენივე გულის, ამდენივე ელენთისა და კუჭის ჯირკვლის, 12600 თირკმლისა და ამდენივე ფილტვის ბუღალტერია. რამდენს მიაკვლიოთ, რამდენს ვერა. რა მდგომარეობაში იყო თუ იყო, თუ არ იყო სად წავიდა, რამდენად გაიყიდა, სად და როდის. ვინ იყო ექიმი ტრანსპლანტაციავის შეატარა, ვინ იყო შუამავალი და რასთავარია, ფულის მიმღები. ვიცით, აკავებული ხალხი ხარ და საქმე გაგიიოლეთ. დაგიდგინეთ, რომ შავ ბაზარზე თირკმლის ფასი $160,000-მდეა. და რა კი თქვენ რა თქმა უნდა, წარადგენთ საბუთს, რომ წელიწადში ნამდვილად მინიმუმ 700 კაცი კვდებოდა ციხეში, მხოლოდ მათი თირკმლის გაყიდვით ის ვიღაც $2 მილიარდზე მეტ დოლარს გამოიმუშავებდა. და ვინაა ის ვიღაც? ძებნაც არ გინდათ. მთელი 9 წელი გაუჩერებლად ამტკიცებდით, რომ ეს იყო სააკაშვილი და მისი მეუღლე. ხო და ახლა მოვიდა დრო დაამტკიცოთ. რა კი გამოძიება თქვენს ხელშია, გვამებით, ექსპერტების, ტექნიკური საშუალებების და ასობით ირმა ჭკადოა, ან ქეთევან ზარნაძე, რომელიც 2021 წელს ამტკიცებდა, რომ მას თირკმელი ტყუილ უბრალოდ ამოაჭრეს. სხვა პატიმარ ქალებს კი სრულიად ჯანმრთელეს დააცალეს საშვილოსნოები. გაზეთში ეწერა და გაზეთი ხომ არ მოიტყუებოდა. ხო და ნებაიბოძე და დაამტკიცეთ, რომ სანდრა რულოვსის სკრინინგ პროგრამა არა ქალების დასახმარებლად, არამედ ქართველების გენოციდისთვისა და შავ ბაზარზე მათი ორგანოების გაყიდვისთვის მოქმედებდა. დაამტკიცეთ. აი თირკმელი გაქვს ერთი, მეორე აქვს პრობლემა. ამ პრობლემული აგერ მაქვს და კაი თირკმელი სად წავიდა, სად?
ან ეს კაცი გამოიყვანეთ ისე, როგორც ერთხელ ქენით. სანდრა რულოვს რომ მიუგზავნეთ, მიდი და თირკმლის დაბრუნება მოსთხოვეო. კიდევ ბევრი გეყოლებათ ასეთი გადანახული. იმ კასრებივით სამეგრელოს ტყეებში რომ დაძდევდა, თქვენი ჯერ კიდევ ნორჩი ხელისუფლება და პორნოგრაფიასა და მესამე კლასელი მეგის გარდავას დღიურებს რომ პოულობდა ვითომ შიგნით. არჩილ კბილაშვილს რომ დაიბარებთ, არ დაგავიწყდეთ კითხოთ. მან და მისმა მაშინდელმა ნაჩალნიცამ, წულუკიანმა რამსვლელობა მისცეს 17457 განცხადებას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 3 თვეში შემოვიდათ. ამდენი მომჩივანი თუ ერთ კაცს უჩიოდ. ან იქნებ უბრალოდ ჩააწერინეთ ცისულელები, რომ სტატისტიკა გაგებერათ, იმით რომ მე ყველაფერი დაავიწყდებოდა. კონკრეტულად, ვინ დაისაჯა პატიმრის ბანაობისთვის მიცვალებული სისხლში? ან ვინ იყო ის პატიმარი? ან როგორ აღმოჩნდა მორგში? ან ვინ იყო ის მიცვალებული? თქვენივე დასმული კითხვები აგერ 2013 წელს და მოიღეთ მოწყალება. 2025 წელს მაინც გაგვეცით პასუხი. ჩვენო ლეგიტიმურებო და მიუკერძოებლებო. თუ რაღაც მომენტში შეატყოთ, რომ არგუმენტები გაკლდებათ, სამტკიცები გიждები ამ სიტყვაზე იმ ბრძენმა კაცმა რომ შემატა დედაენას. ხო და სამტკიცები თუ შემოგაკლდათ, კი იცით სად ეძებოთ. იქ სადაც წერენ და საიდანაც გიგზავნიან ყველა იმ ინსტრუქციას. იქ მარტო იმ სისხლიანი 9 წლის სამტკიცები კი არ აქვთ, არამედ შემდეგი 9 წლისაც, ვიდრე მიშას პატიმრობამდე. ბევრი რომ არ იწოლოთ, ისო მე შეგიხიდებით. აგერ 2019 წლიდან თქვენთვის გამოგზავნილი ინსტრუქცია message box-ებს რომ ეძახით. 2015 წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა კიევში ტრანსპლანტოლოგების ჯგუფი ჩაიყვანა. ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრ კვიტაშვილის შუამავლობით ქალბატონმა რულოვსმა ჩაატარა საიდუმლო შეხვედრები უმაღლეს სამხედრო მმართველობასთან. დაჭრილი და ახალ დაღუპული ჯარისკაცები გამოჰყავს სააკაშვილის მიერ საქართველოდან ჩაყვანილ ასობით სამხედროსა და ექიმს. სპეციალურ ტრანსპორტში ექიმები მათ ორგანოებს აცლიან. ორგანოებს სასწრაფოდ გზავნიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. არავისთვისაა საიდუმლო, რომ სააკაშვილის ოჯახი, მისი ცოლი ტრანსნაციონალური მაფიის ნაწილია, რომელიც დაკავებული არა მხოლოდ ტრანსპლანტაციით, არამედ იარაღით ვაჭრობითაც. ჩვენ ჟურნალისტური კვლევა ჩავატარეთ. ჯერ კიდევ პრეზიდენტი რომ იყო, პენტენციური სისტემის მინისტრ კალმახელიძესთან ერთად დაამუშავეს ეს პრაქტიკა. პატიმრებს აცლიდნენ ორგანოებს. 477 პატიმარი დაიკარგა საქართველოში. დაიკარგა რა, ოჯახებს ორგანოების გარეშე მისცეს გვამები. განახლებული ინსტრუქცია მიღებულია. ესე იგი, ირმა ჭკადუას ნამტკიცები და არჩილ კბილაშვილის ვერ გამოძიებული 6300 პატიმარი 478-მდე ჩამოვიდა. სამაგიეროდ უკრაინაა ჩასამატებელი და სააგენტო წოდებული კლოაკა, სახელად თბილისი 24. აქვეყნებს ტექსტს, სადაც ზვესდას სიტყვა-სიტყვით, მართლა სიტყვა-სიტყვით თარგმნილ ტექსტს უმატებს ამბებს სანდრა რულოვსის აგენტობის შესახებ. მათი განსაკუთრებული ინტერესი იყო სოხუმში არსებული ბიოლაბორატორია, სადაც მაიმუნების სანერგეში საბჭოთა დროიდან ტარდებოდა კვლევები ვირუსებისა და პანდემიის შესახებ. სანდრა რულოვსკი, ასეთია მისი ნამდვილი სახელი. CIA-ის დიდი ხნის აგენტია, რომლის მეტსახელია თაფლის ხაფანგი. ამ ტიპის გოგონები ფლობდნენ ბევრ უცხო ენას და ძალიან დახელოვნებულები იყვნენ სექსუალური სერვისების მიწოდებაში. ქვეყანა რომ ქვეყანას გავდეს, სასამართლო რომ სასამართლოს გავდეს და მარტო თქვენთვის მუნის ძახილი არ იყოს დაჟადი, ამეების წერისთვის რედაქტორ ჟურნალისტს ციხეში ამოაყოფდნენ. მაგრამ ამას ვინ დაიჭერს სააგენტო თუ თქვენი დამსახურებული მეგობრისა და ციხის კადრების დამდგმელის ლადო ვედუკადისა. ინფორმაციის პირველ წყაროს თუ ჩაეძიებით, მიგიყვანთ მეორე საინფორმაციო კანალიზაციამდე, საქინფორმამდე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა რაღაც ვითომ უკრაინულ წყაროს. იქ კი ყველაფერს საბოლოოდ მიხვდებით. ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, ასე წერია. ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი დადასტურებული. აქ მე არ დამეზარა და გავყევი საინფორმაციო ფეკალიების გავრცელების მთელ ხაზს. სანამ ეკრანზე არ დამეწერა, რომ ხსენებული უკრაინული საიტი არ არსებობს და სახელი იყიდება. მოკლედ, ვზდიე ამ ინფორმაციას, სანამ არ მოვხდი ჩიხში და ლუბიანკის კარზე არ დავაკაკუნე. რამდენი იზამს ამას მქონდა. რამდენს ეყოფა ნერვი და დრო. მსგავს სიტუაციაში როცა მოხდება. ასე მუშაობს რუსული პროპაგანდა. ასე მუშაობს მისი ლეკვი ქოცური პროპაგანდა. მაგრამ თქვენ ქალბატონო წოლუკიანო, ბატონო სუბარო და ბატონო შარმანაშვილი და სხვანო კიდევ. თქვენ ნამდვილად გექნებათ საკმარისი სამტკიცი, რომ ჩემი ან ვიღაცის სკეპსისი გადაფაროთ და დაგვარწმუნოთ, რომ 2004 წლიდან, ანუ პროტოკოცების ხანიდან დაწყებული ტყუილებს არ ავრცელებდი და ყველაფერი მართლა ასე იყო. ბატონი სუბარი მაშინ ომბუდსმენი იყო და ხელი ყველაფერზე მიუწოდებოდა. ბატონი შარმანაშვილი კი იყო ხან მოსამართლე, ხან იუსტიციის საბჭოს წევრი, ხან კონსტიტუციური კომისიის მდივანი, ხანაც ელჩი. მოკლედ, სისტემისგან დიდად ჩაგრული კაცი იყო. ახლა თქვენია ბურთიცა და მოედანიც. უფრო ზუსტად, ისევ თქვენია სხვა მმართველი პარტიის სახელით. ხო და ველოდებით სიმართლეს. სიმართლეს 9 თვის ბარბარეს, რომელმაც სიარულიც ალწოდა და როგორღაც მეორე სართულის საძინებლის ნაცვლად მარანში ქვევრში აღმოჩნდა. ისტერიკამ ნაციონალებმა ბავშვი დაახშესო, მეორე დღეს კაი ბლომათხმები კი მოგიტანათ, მაგრამ იმდენიც არ იკადრთ, რომ საქმე გამოგეძიებინათ. ივანაშვილისა და ღარიბაშვილის პირადად ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად. ხო და ახლა დადგა დრო, ველოდებით დასკვნას, რომ ეგ ნამდვილად ნაციონალების გაკეთებულია.
გზა თითქმის ბოლომდე გაქვთ გავლილი. ამოცანა შესრულებული გაქვთ 99%-ით. უკვე გუჯერა. წინასწარ. თქვენ უკვე დაარწმუნეთ მთელი დუნია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქალებს ძუძუებს აკვნებდა. ხალხს კლავდა თავში საფრიფლის ჩათხრიშით. უცხოელი პრეზიდენტების ცოლებს უკანალზეც წკენდა და ამის გამო სულ დალურჯებული დადიოდა. რომ ყოველი დაკლული ქათმიდან ერთ ბარკალს ისჭამდა, ყოველი ძროხიდან ანტრიკოტს და ღორების ჭამას რო ვერ აუდიოდა, მერე თვითფრინავი დახოცავდა. რომ გაყიდული და გადაყიდული ქონდა ყველა მდინარის კალაპოტი. რომ სავსე მთვარეზეავლაბრის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტთან ორგიებს აწყობდა. და უმთავრო ღამეში მერე თვითონ თავისი ხელით ხევდა და წვავდა ძველ ისტორიულ რუკებს, რომ დავით გარეჯი სხვას დარჩენოდა. რომ პატრიარქი პლენში ყავდა და ახალგაზრდულ ბანაკებს მხოლოდ იმიტომ აწყობდა, რომ ბავშვები გაერკვნა ბილდერბერგის კლუბის ინსტრუქციის თანახმად. რომ ეს ყველაფერი ბუშმაც იცოდა, ობამამაც, ბაიდენმაც, ტრამპმაც, მაგრამ მათი აგენტი იყო და ხელსაფარებდნენ. ოღონდ ესთან პუტინის აგენტიც იყო ფსბ-ს ეფრეიტორის ჩინით და ეგ იმათ არ იცოდა. სამაგეროთ ეგ უთუარად იცოდნენ ლალი ვაროშკინამ, უმცროსმა გრეჩიხამ, დოდოშკა ხურცილავამ, დაჩი ცაგურიამ და კახა კალაძემ. ოღონდ ამას მხოლოდ 2011 წელს გაუმხილა სხოტკაზე 800-მა კურდმა. თორემ იქამდე მენისკი ჰქონდა გაგრეჯილი სააკაშვილთან ერთად სირბილითა და აგიტაციით აერში იდგინა თუ არა. წლების პროპაგანდამ თავისი ქნა. ყველას დაგვეჯერა. მეტი რა ფაქტი გინდა, როცა მეზობლის ქალმა საკუთარი ყურით გაიგონა ამბავი ქალთა კონსულტაციის რიგში. მერე იგივე ამბავი დეიდაშვილის თანამშრომელს ლილოს ბაზრუბაზე გაუმხილეს. მერე მაცივრის ხელოსანს წინაკვირას რუსთაველის გალიების მიტინგზე თითით აჩვენეს კაცი, ვინც ეგ საბუთები საკუთარი თვალით ნახა და მას შემდეგ წნევა ვეღარ დაიგდო ნერვიულობისგან. ხოდა ესე იგი წყალი არ გაუვა. ესე იგი პრეზიდენტი და მისი ცოლი ამერიკის აგენტებიც იყვნენ, რუსეთისაც. ერთი ხელი ჩარმანაშვილებს, გეკა გელაძეებსა და მაკა ბოჭორიშვილებს აწინაურებდნენ, მეორეთი პატიმრებს ხოცავდნენ, ორგანოებს გლეჯდნენ და ყიდნენ. გუჯერა, უკვე გუჯერა. დიდი ხანია გუჯერა. ახლა მხოლოდ ის დაგჭათ, რომ ამის საბუთი გვაჩვენოთ. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეკებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.